legalize ღეროდა ბერა და უცბად აგერ მამამისმა შემოიტანა კანონპროექტი რომ რავი შვილს იჭერს რა შინაარსობრივად აი შვილს ვინც დაუჯერა ვინც ბერას დაუჯერა რაღაცნაირად აი ჩათვალა რომ ბერა მართალია და მე რამე კრიმინალურ და დანაშაულებებს არ ვაკეთებ მამამისი იჭერს ჩემი ქართველი ძმაზის და 4 კედელში კარგავს კლებს ის უბრალოდ ეწევა შეკის ფერსის სიარაშავებს არაფერს დამთავრდა ეპოქა სხვაობის პურის დასანახაობის წარმოადგენ ჩემს თაობას აღარ ეშინია მთავრობის თავის დროზე როცა 2017 წლებში ეს კამპანია მიდიოდა 18 წელს განსაკუთრებით აი რაღაც პერიოდში იმედი იყო გადმორთული კანაფის პროპაგანდისკენ და მართლა სიუჟეტებს აკეთებდნენ სისინეს როგორ ყურნავს მოხაწევი და სიგიჟეები ანუ მე არ მოაწერდი ხელს მაგას აი მიუხედავად იმისა რომ მაგ თემის აქტივისტი ვიყავი იმ დროს და ჩემს საქმეს აკეთებდნენ აი არ მომწონდა რა ანუ ტყუილი რა თქმა უნდა კაცო ანუ მე მინდა სიმართლე იმიტომ რომ ტყუილი თუ ახლა ტყუილს დაწერ მე ვიღაცა გამოვა და ამ გეტყვის რომ შენ ხო იტყუებოდი მაშინ და შენს ამ რაღაცას ანუ კარგ გაკეთებულ საქმეს წყალს ჩაგიყრის მაგრამ აი ზუსტად ისე როგორც მაშინ იტყუებოდა ახლა ხო ზუსტად იგივენაირად იტყუება ხალხო შეუძლებელია თქვენი შვილი ისე გაიზარდოს ისე დაამთავროს ცხოვრება რომ ნარკოტიკებთან არ მოუწიოს რამენაირი შეხება ის კი არა მოწიოს არ მოწიოს აი ვიღაცას დაინახავს ასეც მისი შვილი ან შვილიშვილი ვიღაცას მოუწევს შეხება ანუ წარმოიდგინეთ ქვეყანაში მილიონი კაცი რაღაცა შვებოდეს და შენ დეგენერატივით ფიქრობდე რომ ის შენ არ შეგეხება შენს ან ოჯახის წევრს ან მეგობარს ან ვიღაცას ვიზედაც შენ გული წლება იმას არ შეეხება ანუ აი ხო დებილი უნდა იყო ამისთვის რომ ამას ვერ მიხვდე მაგრამ მეორე მხარეს არის რაღაცა ახალი შიშის ჩატენვა მთავრობა იწყებს შიშებით მმართველობას და სრულიად ანუ დროთა განმავლობაში რამდენადაც უფრო ხელისუფლებას და რეიტინგს კარგავს უფრო და უფრო ნაკლებად ენდობა საღაზრს, ანუ ბიძინა მაგალითად ასე ხო არ იქცეოდა 2013, 2014, 2015, 2016 წლებში, ანუ როცა ის კარგავს ლეგიტიმაციას, მისიც ხო გზნობს, რომ კარგავს ლეგიტიმაციას სხვა ფორმით, ამიტომ მას სჭირდება ახალი გარანტირებული ამომრჩეველი და ეს გარანტირებული ამომრჩეველი არის შეშინებული ამომრჩეველი. და შეაშინო ეს ამომრჩეველი, რაღაც საფრთხე უნდა დაუხატო შენი პროპაგანდების მეშვეობით სხვადასხვანაირად. მე ამ საფრთხეს გამოუცხადო ბრძოლა და აღმოფხრა ეს საფრთხე მის თვალში. შიში ერთმანეთს ანაცვლებს, ხან კორონას გეშინია, ხან ნარკოტიკების გეშინია, ხან პოლიციის გეშინია, ხან წყლის ჭავლის გეშინია, ხან რაღაცა გამოხატვის თავისუფლების გეშინია, ხან გაპიდარასტების გეშინია. მილიონი რამის გეშინია თუ გეშინია. თავრობები ზოგადად ყველა მე არ მინდა ეს გამოვყო ეს თავრობა მივიდა აქამდე თორეს თავიდან უფრო შედარებით ნაკლებად მუშაობდა შიშებზე მაგრამ რაც უფრო დრო გავა მით უფრო მეტად დაიწყებენ თქვენ შეშინებას თუ მართლა გვინდა გვეშველება რამე კითხვას რომ მისვამენ ხოლმე ხშირად ამ კითხვაზე პასუხი საერთოდ რომ უარი თქვით საკუთარ შიშებზე ერთხელ ცხოვრობთ ერთხელ და უბრალოდ არ შეიძლება ერთხელ ცხოვრების შიში გატარება იმიტომ რომ სიცოცხლის ბოლოს დარწმუნებული ვარ ყველა ინანებს იმას რომ რაღაც უაზროების გეშინოდა მაშინ როდესაც თავარი საშიშროება რომ ცხოვრება უაზროდ გაგეტარებინა აი ამ შიშებს შეალია